გახარია საქართველოსთვის და ლელო ძლიერი საქართველო ის პარტიებია, რომლებიც ოზურგეთში არჩევნებში აქტიურად იღებენ მონაწილეობას და მერობის და მაჟორიტარობის კანდიდატებიც ყავთ წარდგენილი. გახარია საქართველოსთვის პარტიულ ოფისში ამბობენ, რომ ამ ეტაპზე არჩევნები მშვიდად მიმდინარეობს და მნიშვნელოვან დარღვევებს ადგილი არ ჰქონია. Ამ დროის მონაცემებით ხალხის მცირე რაოდენობა არის უბნებზე, ანუ ძირითადად ქალაქის უბნებზე მაქვს საუბარი, თუმცა ლიხაურში მაგალითად ჩვენმა წარმომადგენელმა თქვა, რომ შედარებით ბევრი ადამიანი იყო მისული. ვითარება არის მშვიდი, წყნარი, არაფერი ისეთი დარღვევა ჯერჯერობით ჩვენ ყურამდე არ მოსულა. მაგრამ დაბალი აქტივობის გამო ისეთი რაღაცა ცოტა ხალხშიც ნიჰილიზმური განწყობა არის და ამიტომ თუ შეიძლება ვისარგებლოთ თქვენი ეთერით და მოუწოდო ადამიანებს რომ მოვიდნენ არჩევნებზე და დააფიქსირონ თავისი ხმა. რაც შეეხება ლელო ძლიერ საქართველოს, მაჟორიტარობის კანდიდატი ლავრენტი ქვილორია აცხადებს, რომ არჩევნები შანტაჟის, ზეწოლის და იძულების ფონზე მიმდინარეობს და დილიდან ამომრჩევლის მაღალი აქტივობა არჩევნების პროცესში სახელმწიფო მანქანის ჩართვას უკავშირდება. ფაქტიურად ჩანს, რომ აქტივობა იმ დონეზეა და იმ დონეზე გადაყავს სახელმწიფო მოხელეები თვითონ ოცნებას საარჩევნო უბნებზე, რომ აქტივობაა ძალიან დიდი. ოზურგეთის რაიონში უბნებზე, ქალაქშია შედარებით ნაკლები და ფაქტიურად დღის ბოლოსათვის აიწევს იქაც აქტიურობა. წინასწარ თქმა ძალიან ძნელია, ამიტომ არჩევნებში რამდენი წელია ჩართული ვარ და ამნაირი არჩევნები, ასეთი არჩევნები პირველადაა. რა თვალსაზრისით? თვალსაზრისით და ზეწოლა. ეგრეთ წოდებულ ნაციონალების დროზე რომ ძახოდნენ ზეწოლა საერთოდ არ არსებობდა ზეწოლები ადამიანებზე დაშინებები სახურავს არ მოგცემთ ფაქტიურად სოციალურს გაგიუქმებთ სამსახურიდან გაგიშვებთ